ვითხრეთ ხუმრობით. ეს თითქმის ხუმრობა არც არის. რუსეთის ახალი საკრუიზო რაკეტა მუშაობს რეაქტიულ ძრავაზე, რომელსაც შეგიძლიათ AliExpress-ზე კალათაში დაამატოთ. ეს არც ყალბინაწილია და არც ჩამოგდებული თვითმფრინავიდან ამოღებული დეტალი. პირიქით, ეს ნამდვილი, ოფიციალურად ჩამოთვლილი, ახლავე შესაძენი პროდუქტია, რომელიც თავდაპირველად მოყვარულთა მოდელური თვითმფრინავებისთვის იყო შექმნილი. რუსმა ინჟინრებმა ის აიღეს და საბრძოლო ქობინზე დაამაგრეს. და ერთ ღამეში უკრაინის საჰაერო თავდასხმის ეკიპაჟმა ასეთი რაკეტა ჩამოაგდო ანტისაჰაერო ქვემეხით, რომელიც მათი ბებია ბაბუების უმეტესობაზე ძველია. ეს არის S-8000 პანდაროლის ისტორია. ანუ, როგორ ააწყო ფინანსურად შეზღუდულმა თავდაცვის ინდუსტრიამ რაკეტა გლობალური ჰობის მაღაზიის ნაწილებით და როგორ აგდებს უკრაინა მას ციდან ცივი ომის დროინდელი ტექნიკით. დავიწყოთ იმით, თუ რა არის პანდაროლის სინამდვილეში, რადგან ის არ ჯდება იმ კატეგორიებში, რომლებსაც ჩვენ ვეჩვეულეთ. რუსეთის ფრთოსანი რაკეტების ოჯახი ტრადიციულად გულისხმობდა ისეთებს, როგორიცაა X-101, 3M14 კალიბრი ან 9M727, რომელიც გამოიყენება Iskander K სისტემაში. ისინი ძვირადღირებული, სპეციალურად შექმნილი იარაღებია, რომლებიც სპეციალურ სარაკეტო ბიუროებშია დაპროექტებული, შედარებით მცირე რაოდენობით იწარმოება და მაღალი ღირებულების სამიზნეებისთვის ინახება. პანდაროლი კი თითქმის საპირისპიროა. ის შეიქმნა კრონშტატის მიერ, რომელიც საერთოდ არ არის სარაკეტო კომპანია, არამედ რუსეთის ორიონის დრონის მწარმოებელია. საშუალო სიმაღლის ხანგრძლივი ფრენის უპილოტო საფრენი აპარატის. კრონშტატმა აიღო უპილოტო საფრენი აპარატის კონცეფცია და ფაქტობრივად გადააქცია იგი სამხედრო დანიშნულების. ერთჯერად რეაქტიულ იარაღად. შედეგად მივიღეთ რაღაც, რაც კამიკაძე დრონსა და კლასიკურ ფრთოსან რაკეტას შორის დგას. სულით უფრო ახლოსაა უკრაინის სარაკეტო დრონებთან, ვიდრე რუსეთის ძველი ფრთოსანი რაკეტების ხაზთან. სპეციფიკაციების მიხედვით დრონი პატარაა, მაგრამ საკმაოდ ძლიერია. პანდაროლი დაახლოებით 600 კმ/სთ სიჩქარით აფრინავს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე დაახლოებით 650 კმ/სთ-მდე აღწევს. ეს საკმარისად სწრაფია იმისთვის, რომ გადაასწროს იმ ტიპის იარავის სისტემებს, რომელსაც უკრაინა ტრადიციულად იყენებდა. უფრო ნელი შაჰიდის ტიპის დრონების წინააღმდეგ. ასევე იუწყებიან, რომ მისი მოქმედების რადიუსი საკმაოდ ღირსეულია და 500 კმ-მდე აღწევს, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ფრონტის ხაზის მიღმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან რუსეთის საჰაერო სივრცეში გაშვების წერტილიდან ღრმად შეაღწიოს. იარაღისთვის გამოყენებული საბრძოლო ნაწილი მაღალი აფეთქების ფრაგმენტაციის ტიპისაა, ხოლო უკრაინის თავდაცვის დაზვერვის სამსახური მის წონას დაახლოებით 114 კილოგრამად ასახელებს, თუმცა ზოგიერთი წყარო მას 150 კილოგრამამდეც მიუთითებს. როგორც არ უნდა იყოს, ეს იარაღი გამაგრებული ბუნკერის გასანადგურებლად არ არის შექმნილი. ის შექმნილია რბილი სამიზნეების გასანადგურებლად, როგორიცაა რადარის ანტენები, ლოგისტიკური საწყობები, საცხოვრებელი კორპუსები ან ნებისმიერი სხვა ობიექტი, რომელსაც სპეციალური ბუნკერ-ბასტერის გამოყენება არ სჭირდება მწყობრიდან გამოსაყვანად. იარაღის ძირითადი გაშვების პლატფორმა თავად ორიონის დრონია და გავრცელებული ინფორმაციით კრონშტატი მუშაობდა მის ადაპტაციაზე Mi-28N ტიპის საბრძოლო ვერტფრენებიდან გასაშვებადაც, რაც რუსეთს მისაწოდებლად მეორე მეთოდს მისცემდა, ბევრად უფრო მოკლე მომზადების დროთი. მაგრამ რაც სინამდვილეში პანდაროლს საინტერესოს ხდის, თვითონ აპარატის კონსტრუქცია არ არის. ამის ნაცვლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც მის შიგნითაა. 2025 წლის მაისში უკრაინის თავდაცვის დაზვერვამ რაკეტის ტექნიკური ანალიზი გამოაქვეყნა თავის პლატფორმაზე War and Sanctions იარაღის კომპონენტების განყოფილებაში. მას შემდეგ, რაც ოდესასთან ახლოს დარტყმების შედეგად უვნებლად გადარჩენილი ნიმუშები შეისწავლა. რაც მათ აღმოაჩინეს, უფრო ნაკლებად გავდა ზუსტი მართვის რაკეტას და უფრო მეტად ნახევარი სამომხმარებლო ელექტრონიკის ინდუსტრიის ნაწილებისგან აწყობილ მოწყობილობას. ამ მოწყობილობის ძრავი, რომელიც ცაში ამოძრავებს მას, აღმოჩნდა SUI-WIN SW800 Pro. ჩინეთში დამზადებული თურბოძრავია, რომელიც თავდაპირველად განკუთვნილი იყო მასშტაბური მოდელების და რადიომართვადი თვითმფრინავებისთვის. ის კომერციულად ღიად იყიდებოდა დაახლოებით $16,000. დიახ, ის ჩამოთვლილია AliExpress-ზე. დანარჩენი ნაწილების სია ანალოგიურად გამოიყურება. ჰურმა ტელემეტრიის მოდული სავარაუდოდ RFD 900X-ად დაასახელა. ეს არის მოწყობილობა, რომელიც ან პირდაპირ ავსტრალიიდან არის მიღებული, ან ავსტრალიური დიზაინის ჩინური კლონია. ინერციული ნავიგაციის სისტემა სავარაუდოდ ჩინური წარმოშობისაა და მასთან ერთად რუსეთში დამზადებული კომეტრა M8-ის სატელიტური მიმღრებია გამოყენებული. ეს იგივე ჩარევისადმი მდგრადი ანტენის ტექნოლოგია, რომელსაც რუსეთი იყენებს შაჰიდის ბაზაზე შექმნილ გერანის დრონებში და ასევე UMPK და UMPB ტიპის პლანირებადი ბომბების კომპლექტებში. სერვოები, ანუ მცირე ძრავები, რომლებიც მართვის ზედაპირებს ამოძრავებენ. სამხრეთ კორეული Dynamixel MX MX-64AR მოდელებია, რომლებიც ასევე ბაზარზეც ხელმისაწვდომია. ელექტრონულ ნაწილებში მიმოფანტულია დაახლოებით 20 სხვადასხვა ტიპის მიკროჩიპი, რომლებიც წარმოებულია აშეთეშოში, ჩინეთში, შვეიცარიაში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში. მაგრამ როგორ ახერხებს სანქცირებული რუსული კომპანია ამდენი ქვეყნის ნაწილების მოპოვებას, რომლებიც ღიად წარმოებულია იმ კომპანიების მიერ, რომლებსაც სავარაუდოდ არ სურთ მათი პროდუქცია კიევზე გასროლილ ფრთოსან რაკეტებში აღმოჩნდეს. უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურის მიხედვით ელექტრონული კომპონენტის მტების უმეტესობა ერთი სადისტრიბუციო პუნქტის გავლით მოძრაობდა. ეს არის რუსული ელექტრონიკის საბითუმო გამყიდველი Chip and Dip, რომელიც კომელის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დისტრიბუტორია. იქიდან
უკრაინის დაზვერვის ათრეული ანგარიშები აღწერს სანქციების გვერდის ავლის ქსელს, რომელიც ამ იმპორტს შუამავალი ქვეყნების გავლით ატარებს. ამ ქვეყნებში შედის სომხეთი, ყაზახეთი, ჩინეთი, თურქეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, რომლებიც ყველა იყენებს ფიქტიურ კომპანიებს, რათა დაფარონ დოკუმენტური კვალი მანამ, სანამ ნაწილები რუსულ საწარმოო ხაზამდე მიაღწევს. ეს ანგარიში მიღებულია ღია წყაროების ანალიზის საფუძველზე და არა მთავრობის დადასტურებული დასმით. თუმცა ეს სქემა ემთხვევა იმ ფართო ტენდენციას, რომელთანაც დასავლური სანქციების აღსრულებას ცლებია აქვს პრობლემა. საკითხი ისაა, რომ ორმაგი დანიშნულების ელექტრონიკის კონტროლი რთულია, მას შემდეგ რაც ისინი კომოდიტად იქცევა და მომხმარებელზე მასობრივად იყიდება. ამ ამბავს ფინანსური ხაზიც აქვს. Kronstadt, კომპანია, რომელიც ბანდაროს ამზადებს, კორპორატიული სტაბილურობის მაგალითი ნამდვილად არ ყოფილა. ერთ ანგარიში 2025 წლის აგვისტოში კომპანია პოტენციური გაკოტრების წინაშე იდგა. 3 თვის განმავლობაში მის წინააღმდეგ დაახლოებით 40 სარჩელი იყო შეტანილი. საერთო ჯამში დაახლოებით 7.7 მილიონი დოლარის ოდენობით. და იმ დროისთვის არ არსებობდა რესტრუქტურიზაციის მკაფიო გეგმა. ეს ართულებს ეფექტური და დაბალბიუჯეტიანი საომარი მანქანის კონცეფციას, რადგანაც რუსეთის ბიუჯეტური გადაწყვეტაც კი ზუსტი დართვმის შესაძლებლობისთვის ფინანსურად მყიფე საფუძველზე დგას. აბა, როდის გამოჩნდა ეს მოწყობილობა რეალურად ბრძოლის ველზე და რამდენად იყენებს მას რუსეთი? ბანდაროლის შესახებ ერთ-ერთი პირველი ცნობა რუსეთის ქაპუსტინ იარის საცდელ პოლიგონზე დაფიქსირდა 2024 წლის ბოლოს, სანამ ის რუსეთის გაერთიანებულ რაკეტებისა და დრონების დათვმის პაკეტებში ინტეგრირდებოდა. მას შემდეგ ის ომის ყველაზე მასშტაბური დაბომბების განმეორებად ელემენტად იქცა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ბანდაროლის საბრძოლო მასალა გამოიყენეს 2026 წლის მაისის დარტყმისას, რომელშიც ასევე მონაწილეობდა ორეშნიკის რაკეტა. ამის შემდეგ იარაღი ფართომასშტაბიან თავდასხმებში გამოიყენეს, ხოლო უშუალო მოხსენებებში ნათქვამია, რომ შემთხვევითი მოწმეები ამ დრონების ძრავების ხმას ისმენდნენ თავზე. ასე რომ ეს იარაღი უკვე იშვიათი ექსპერიმენტული იარაღი აღარ არის. ის ინტეგრირებულია რუსეთის მასობრივი დარტყმის დოქტრინაში. შაჰიდებთან, კალიბრებთან და ბალისტიკურ რაკეტებთან ერთად. და სწორედ მასობრივი დარტყმის როლია მიზეზი, რის გამოც ბანდაროლის საშიშია ისე, როგორც ჩვეულებრივი ფთოსანი რაკეტა არ არის. 2025 წლის აპრილის შეფასება, რომელიც ანალიტიკოსი ექსპერტის ღია წყაროებზე დაფუძნებულ მოსაზრებას ეყრდნობოდა, მიუთითებდა, რომ ბანდაროლის რეაქტიული ძრავა მას ისეთ სიჩქარეს ანიჭებს, როგორიც ტრადიციულ დრონს არ აქვს. ეს ნიშნავს, რომ სტანდარტული სახმელეთო თხვიანფრქვევები, რომლებსაც უკრაინული მობილური ცეცხლის ჯგუფები იყენებდნენ, უფრო ნელი შაჰიდის დრონების ჩამოსაგდებად, უბრალოდ ვერ ახერხებენ დრონის ეფექტურად დაფიქსირებას და მასთან ბრძოლას. მის წინააღმდეგ ბრძოლა საჭიროებს სპეციალურად სწრაფად მანევრირებადი სამიზნეების დასაფიქსირებლად შექმნილ სისტემებს, როგორც წესი რადარით მართვად, პლატფორმებს, მაგალითად გერმანიის მიერ მიწოდებული გეპარდის თვითმავალი საზენიტო ქვემეხი. ეს არის ბანდაროლის ძირითადი ტაქტიკური პრობლემა. ის საკმარისად სწრაფია, რომ გაარღვიოს იაფფასიანი ანტიდრონული თავდაცვის სისტემები, რომელთა შექმნასაც უკრაინამ 3 წელი მოანდომა. ან საკმარისად იაფია, რომ რუსეთს შეუძლია პროცესში მათი მნიშვნელოვანი რაოდენობის დაკარგვა. მას ასევე მეტი მანევრირების უნარი აქვს, ვიდრე რუსეთის ძველ ფრთოსან რაკეტებს. რაც მნიშვნელოვანია სტატიკური საჰაერო თავდაცვის სისტემების წინააღმდეგ, რომლებიც გათვლილია უფრო ტრადიციული სწორი ფრენის მარშრუტების პროგნოზირებაზე. და აქ მივდივართ ამ ამბის მოულოდნელობამდე. 2026 წლის ივლისის შუა რიცხვებში უკრაინის 121 ცალკეულმა ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადამ ჩამოაგდო 2 რუსული საჰაერო სამიზნე. მათ შორის ერთი ბანდაროლი 40 მმ-იანი ბოფორს L-70-ის საზენიტო ქვემეხებით. თუ ეს სახელი არაფერს გეუბნებათ, ბოფორს L-70 არის შვედური დიზაინის საზენიტო ქვემეხი, რომელიც პირველად 1947 წელს გამოჩნდა და ოფიციალურად 1951 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. და მას შემდეგ უწყვეტად გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში. ჩვენ საუბრობთ იარაღის სისტემაზე, რომელიც კონკრეტული ერთეულის მიხედვით დაახლოებით 70 წლისაა. სროლის სიჩქარე როგორც წესი 240-დან 330-მდე გასროლაა წუთში, ხოლო საჰაერო სამიზნეების წინააღმდეგ ეფექტური მანძილი დაახლოებით 4000 მეტრია. უფრო კონკრეტულად, 121 ბრიგადის მიერ გამოყენებულ იარაღებს არ ჰქონდათ მნიშვნელოვანი მოდიფიკაციები განახლებული დამიზნების სისტემების გარდა. ეს ნიშნავს, რომ ეკიპაჟები ამას დიდი ალბათობით თითქმის მთლიანად ხელით სამიზნეზე დამიზნებით აკეთებენ. რეაქტიული რაკეტის თვალთვალს ახორციელებენ იარაღით, რომელიც შეიქმნა მანამდე, სანამ თანამედროვე ციფრული ცეცხლის მართვის სისტემები არსებობდა. ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან სხვა ოპერატორებმა ამავე იარაღთან საპირისპირო მიმართულება აირჩიეს. ზოგიერთმა ქვეყანამ L-70 რადარის ცეცხლის მართვისა და ავტომატური სამიზნის თვალთვალის სისტემებთან დააკავშირა, რაც მას ბევრად უფრო თანამედროვე წერტილოვანი თავდაცვის სისტემა დაგწევს. უკრაინისთვის გადაცემული ერთეულები, როგორც იუძღებიან, მინიმალური აღჭურვილობის ვერსია. ვიდრე ამ იარაღების პირველი პარტია უკრაინას ჯერ კიდევ 2023 წლის თებერვალში გადასცა, ხოლო დამატებითი იარაღები მოგვიანებით ნიდერლანდებმა მიაწოდა. ასე რომ ეს არც კი არის იარაღი, რომელიც უკრაინამ აწარმოა ან ტექნიკურად მოემსახურა, არამედ ცივი ომის ეპოქის ნატოს ზედმეტი აღჭურვილობაა, რომელიც გადაკეთდა იმისთვის, რომ მე-21 საუკუნის საჰაერო თავდაცვის ხარვეზი ამოევსო. ეხლა ღირს 1 წუთით შევჩერდეთ იმ მეორე რაკეტაზე, რომელიც იმ კვირაში ჩამოაგდეს, რადგან ეს კონტრასტი თავის ისტორიას ხვება. 59 ან როგორც ნატო მას უწოდებს AS-13 King Bolt-ი.
ბევრად უფრო ძველი დიზაინია ვიდრე ბანდაროლი. მისი შექმნა საბჭოთა კავშირში 1970-80-იან წლებში დაიწყო. ეხლა მას აწარმოებს რუსეთის ტაქტიკური რაკეტების კორპორაცია. ზუსტი ვერსიის მიხედვით მისი მოქმედების რადიუსი დაახლოებით 115-დან 290 კილომეტრამდეა, მაქსიმალური სიჩქარე 900-დან 1000-ზე ოდნავ მეტ კილომეტრამდე საათში. ხოლო საბრძოლო ქობინი დაახლოებით 300 კილოგრამს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ის მნიშვნელოვნად მძიმეა ვიდრე ბანდაროლები. მისი დამიზნება ფრენის შუა მონაკვეთში ინერციულ ნავიგაციას ეხმარება. ცხვირში დამონტაჟებული ტელევიზიური კამერა საშუალებას აძლევს ოპერატორს გამშვები თითფრინავიდან ვიზუალურად ამოიცნოს და დააფიქსიროს სამიზნე საბოლოო მიახლოებისას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 59 ნამდვილად ძველი სკოლის ზუსტი იარაღია, რომელიც საჭიროებს გაწვრთნილ ოპერატორს, რომელიც კრიტიკულ მომენტში ვიდეოს პირდაპირ ეთერში აკვირდება. ბანდაროლი პირიქით გაშვების შემდეგ ძირითადად ავტონომიურია. იყენებს GPS-სა და ინერციულ მართვას და ისე იაფად არის აგებული, რომ მისი დაკარგვა 70 წლის საჰაერო თავდაცვის ქვემეხით რუსეთს წარმოების ბალანსზე თითქმის არ ემჩნევა. იგივე კვირა, იგივე ბრიგადა, იგივე ქვემეხები, მაგრამ რაკეტის აგების ორი სრულიად განსხვავებული ფილოსოფიაა. ასევე აღსანიშნავია, რომ ბოფორსის ისტორია ერთადერთი საჰაერო თავდაცვის წარმატება არ არის, რაც უკრაინას ამ ტიპის მასირებული საფრთხის წინააღმდეგ ჰქონია. იგივე ანგარიში აღნიშნულია, რომ ერთმა უკრაინულმა სკაინეტის სისტემამ ერთ ბრძოლაში გაანადგურა 12 რუსული საჰაერო მიზანი, მათ შორის ერთი ფრთოსანი რაკეტა და 11 შაჰიდის ტიპის დრონი. აი რას გაძლევს თანამედროვე რადარით მართული გერმანული საჰაერო თავდაცვის დანაყოფი, რომელიც სპეციალურად სწრაფი, პატარა და დაბალ სიმაღლეზე მფრენი მიზნების ჩამოსაგდებადაა შექმნილი. განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსეთი იყენებს დრონებს, რომლებიც კომერციული ქარხნებიდანაა გამოსული. ამ ორ ამბავს გვერდიგვერდ რომ დააყენებ, საკმაოდ ობიექტურ სურათს მიიღებ თუ როგორ იცავს უკრაინა ამჟამად თავის ცას. არა ერთი უნივერსალური სისტემით, არამედ სხვადასხვა საშუალებებით. ერთ მხარეს უახლესი რადარით მართული გერმანული ქვემეხია, მეორე მხარეს კი ხელით დამიზნებული შვედური ანტიკვარია. ორივე ერთსა და იმავე ძირითად საქმეს ასრულებს, რადგან უბრალოდ საკმარისი თანამედროვე სისტემა არ არის, რომ ყველაფერი ერთდროულად დაფაროს. და რაც მთავარია, დაახლოებით იმავე დროს. ღია წყაროების ანალიტიკოსმა სახელად Special Curson კეთმა გააზიარა ვიდეო, სადაც როგორც ჩანს, რუსული ორიონი დრონია ნაჩვენები. იგივე პლატფორმა, რომელიც ბანდაროლს ატარებს, იწვის ოკუპირებულ ყირიმში მინდორში მისას შემდეგ, რაც როგორც ჩანს, საკუთარი ძალების მიერ იქნა განადგურებული და არა უკრაინული მოქმედებით. მკვლევრებმა ნანგრევების მდებარეობა სოფელ ივანივკაში დაადგინეს, რომელიც დაახლოებით 13 კილომეტრითაა დაშორებული კურჩიდან და 11 კილომეტრით აეროდრომიდან. ეს დრონები როგორც წესი სწორედ ამ აეროდრომიდან მუშაობენ. ვიდეო შეესაბამება იმ უფრო ფართო სურათს, სადაც იარაღის პროგრამა სწრაფად, იაფად და სანქციების ზეწოლის ქვეშ იქნება. ზოგჯერ ის საკმარისად კარგად მუშაობს, რომ 500-ზე მეტი იარაღის მასიური იერიშით კიევის თავდაცვა გაარღვიოს. ხოლო ზოგჯერ, როგორც ჩანს, თვითონვე ვარდება ციდან ფრონტის ხაზის საკუთარ მხარეს. რატომ არის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი? რამდენიმე მიზეზია და ისინი ცდება იმ ფაქტს, რომ მუზეუმის ექსპონატი ანტისაჰაერო ქვემეხმა რეაქტიულ რაკეტას პირდაპირ ბრძოლაში ოლაში აჯობა. მაგრამ მანამდე დარწმუნდით, რომ გამოწერილი გაქვთ სამხედრო შოუ. ჩვენ გთავაზობთ სიახლეებს გლობალური გეოპოლიტიკიდან და ზოგჯერ ვაშუქებთ მოვლენებს, რომლებიც შეიძლება მოგეჩვენოთ თითქოს ფანტასტიკიდან იყოს. მაგალითად, ეს ისტორია. დაუბრუნდეთ იმას, თუ როგორ ჯდება ბანდაროლი ომის ფართო კონტექსტში. პირველ რიგში ეს იარაღი არის მაგალითი იმისა, თუ რას აკეთებს სანქციების ზეწოლა საომარი ეკონომიკისთვის. იარაღის წარმოებას მთლიანად ვერ შეაჩერებ, მაგრამ ამის ნაცვლად ქვეყნები სულ უფრო მეტად მიმართავენ იმპროვიზაციას. რუსეთს არ შეუძლია მარტივად მოიპოვოს ზუსტი ოპტიკა, რადიაციულად გამძლე ელექტრონიკა ან სპეციალურად შექმნილი ტურბოძრავები, რომლებიც ტრადიციულ მაღალი კლასის ფრთოსან რაკეტაში იქნებოდა საჭირო იმ რაოდენობით, რაც მას სჭირდება. ამიტომ ამის ნაცვლად ის აგებს რაკეტას ნაწილებისგან. თეორიულად ნებისმიერს, ვისაც აქვს საკრედიტო ბარათი და AliExpress-ის ანგარიში, შეუძლია თითეული ნაწილი ცალ-ცალკე იღიდოს შუალედური ქვეყნების და საბითუმო დისტრიბუტორების გავლით, რათა კვალი დაფარო. ეს არის ნიშანი იმისა, რომ სამხედრო სამრეწველო კომპლექსი ადაპტირდება დეფიციტთან, ბაზრის ქვედა საფეხურზე გადასვლით. და ეს აიძულებს დასავლეთის მთავრობებსა და ექსპორტის კონტროლის რეჟიმებს დაფიქრდნენ, რამდენად ფოროვანია სამომხმარებლო ელექტრონიკის მიწოდების ჯაჭვები. როცა საბოლოო მომხმარებელს საკმარისი მოთმინება აქვს, რომ შეძენა 2 ან 3 შუალედურ ქვეყანაში გაატაროს. მეორე მხრივ არის ამ ომის ღირებულების საკითხი. და აქ სასარგებლოა, რომ იარაღებს, რომელთაც ხშირად ვახსენეთ, კონკრეტული რიცხვები მიუწეროთ. რუსეთის KH-101-ის შეფასებები მნიშვნელოვნად განსხვავდება იმის მიხედვით, ვინ აკეთებს ანგარიშს. უკრაინელი და დასავლელი ანალიტიკოსების შეფასებით, მისი ღირებულება მერყეობს დაახლოებით 1,2 მილიონი დოლარიდან, მაქსიმუმ 13 მილიონ დოლარამდე. კალიბრი ასევე ასეთივე ფართო დიაპაზონშია. ხშირად მოიხსენიებენ დაახლოებით 1 მილიონიდან 6 მილიონ დოლარამდე, რაც დამოკიდებულია ექსპორტულსა და შიდა ვერსიას შორის განსხვავებაზე. შაჰიდ 136-ის სტანდარტული ტიპის დრონი, შედარებისთვის ჩვეულებრივ ფასდება 20-დან 50,000 დოლარამდე.
უკრაინის დაზვერვის შეფასებით რუსეთის შიდა წარმოების ვერსიების ღირებულება შეიძლება მიაღწიოს $70,000. ჩვენ შეგნებულად ვტოვებთ ამ რიცხვებს გარკვეულ გაურკვევლობაში, რადგან ბანდაროლის კომპონენტების სიისგან განსხვავებით, ეს უფრო ფართო სარაკეტო ღირებულების მაჩვენებლები სადავო შეფასებებია და არ არის დადასტურებული. კონტრაქტები და წყაროები ხიად ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს 5-ჯერ ან თუნდაც 10-ჯერ. მაგრამ თუნდაც ყველა დიაპაზონის ყველაზე კონსერვატიულ შეფასებას თუ მივიღებთ, რაკეტა, რომელიც აგებულია $16,000-იან ჰობისტურ რეაქტიულ ძრავზე და სამომხმარებლო კლასის სერვოებზე და ბატარეებზე, გაცილებით უფრო ახლოს დგას დრონის მხარესა ვიდრე რაკეტის მხარეს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს შეუძლია აწარმოოს და გამოიყენოს ეს მოწყობილობები ისეთ რაოდენობაში, რაც წარმოუდგენელი იქნებოდა KH-101-ის მსგავსი რაკეტისთვის. და ჩართოს ისინი მასობრივ დარტყმებში, რომლებიც სპეციალურადაა შექმნილი იმისთვის, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა გადატვირთოს ერთდროულად მრავალი საფრთხის რაოდენობით და არა რომელიმე ერთი იარაღის სირთულით. ბანდაროლი არც ცდილობს იყოს ყველაზე ჭკვიანი რაკეტა ცაში. ის ცდილობს იყოს კიდევ ერთი სწრაფად მოძრავი პრობლემა იმ მასიურ შეტევაში, რომელშიც უკვე შედის შახიდებიც. აქვე მთავრდება ის დისკუსია, არის თუ არა ეს დრონი თუ რაკეტა. დაიწყებს რეალურად ნიშნულობის შეძენას იმისთვის, თუ როგორ ააგებს უკრაინა თავის თავდაცვას. რუსეთი ატარებს იმავე ექსპერიმენტს თავის შაჰიდის ხაზზე, რასაც ატარებდა ბანდაროლზე. რეაქტიული ძრავების დამაგრება იმ მარტივ პროპელერიან პარაჟირებად საბრძოლო მასალებზე. შედეგად იქნება ვარიანტები, როგორიცაა გერან 3 და გერან 5. რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით დაახლოებით 500-დან 600 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლიათ. ეს მათ პირდაპირ საკრუიზო რაკეტების კატეგორიაში აკენებს. უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა იური იგნატმა ეს ეფექტი პირდაპირ აღწერა და თქვა, რომ რადარზე ამ რეაქტიული ვარიანტებიდან რომელიმე მხოლოდ ფრენის პარამეტრებით საკრუიზო რაკეტას გავს. უბრალოდ იმის გამო, თუ რა სწრაფად მოძრაობს. ეს განსაზღვრავს, რომელი გამანადგურებელი რაკეტა აირჩიოს უკრაინული ბატარეის მეთაურმა და გამანადგურებლები ფასით ერთმანეთის შემცვლელი არ არის. ერთი AIM-120 ამრამ. რაკეტა, რომელსაც NASAMS-ის ბატარეები იყენებდნენ, უფრო ნელი შახიდების ჩამოსაგდებად. თითო გასროლაზე დაახლოებით $500-დან $1 მილიონ-მდე ღირს. Patriot Pax 3-ის გამანადგურებელი რაკეტა დაახლოებით $4 მილიონ-მდე ღირს. როცა 16,000-იანი ძრავა გაძალებს, რომ $500,000-დან რამდენიმე მილიონ-მდე დახარჯო. უბრალოდ იმისთვის, რომ ჩამოაგდო ის ციდან. დანახარჯების თანაფარდობა ამ იარაღის მთავარი აზრია. ნიშნულობა არ აქვს მას დრონად ჩათვლით თუ რაკეტად. ასევე უნდა ითქვას, რომ უკრაინაც ამავე თამაშს თამაშობს, უბრალოდ საპირისპირო მიმართულებით. უკრაინის პოლარნიციას რაკეტა დრონი, რომელიც პირველად საბრძოლო მოქმედებებში 2024 წლის აგვისტოში გამოიყენეს, დაახლოებით 320 კილოგრამს იწონის. დაახლოებით 100 კილოგრამიანი საბრძოლო ქობიბინით. მხარი საწოვის ამაჩქარებლით ეშვება, რის შემდეგაც ტურბორეაქტიული ძრავა ერთვება და იუწყებიან, რომ სიჩქარეს 900 კმ/სთ აღწევს. მოქმედების რადიუსი კი დაახლოებით 650 კმ-ია. ეს თითქმის შეედრება KH-101-ის, უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით. მისი ერთეულის ღირებულება $1 მილიონ-ზე ნაკლებია, ხოლო ზოგიერთი უკრაინული შეფასება კიდევ უფრო დაბალია. მიუხედავად ამისა, მისი მონათესავე პროგრამა პეკლო იუწყებიან, რომ მისი წარმოება კიდევ უფრო იაფია, ვიდრე უკრაინის შორი მოქმედების შეტევითი დრონი ლუტ, რომლის ღირებულებაც დაახლოებით $200,000 ადგენს. მთელი ამ დროის განმავლობაში ის აღწევს სიჩქარეს 700 კმ/სთ და მოქმედების რადიუსი დაახლოებით 700 კმ-ია. შემქმნელები ამტკიცებენ, რომ მასში გამოყენებულია 70-მდე ადგილობრივი წარმოების კომპონენტი. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, ორივე მხარემ დამოუკიდებლად დაასკნა, რომ ყველაზე სწრაფი გზა იაფი დრონისა და ძვირადღირებული რაკეტის შორის არსებული სხვაობის დასახურად ადარ არის ის, რომ უბრალოდ შექმნან რაღაც, რაც ამ ორს შორის ბალანსს იპოვის. და ვინც უფრო სწრაფად შეძლებს ამ ჰიბრიდული კლასის მეტი ერთეულის წარმოებას, მას ექნება უპირატესობა ამ კონკრეტულ შეიარაღების რბოლაში. მესამე, იარაღებს ნიშნულობა აქვს, რადგან ისინი უკრაინას აიძულებენ ერთდროულად ორ სრულიად განსხვავებულ ტექნოლოგიურ დონეზე ასიმეტრიული თავდაცვითი ომი აწარმოოს. ერთ მხარეს უკრაინა იყენებს ნამდვილად უახლეს სისტემებს. გერმანული გეპარდები სპეციალურად შექმნილია სწრაფად მოძრავი სამიზნეების დასადევნად და როგორც სხვაგანაც აღნიშნეთ, ადრეული ლაზერული ანტისაჰაერო სისტემები დრონების წინააღმდეგ. მეორე მხრივ, როდესაც თანამედროვე სისტემების საკმარისი რაოდენობით ხელმისაწვდომი არ არის, უკრაინელი ეკიპაჟები იყენებენ ყველაფერს, რაც მუშაობს, მათ შორის ათწლეულების წინ შექმნილ და შემოწირულ ანტისაჰაერო ქვემეხებსაც. მხოლოდ მცირე სამიზნე მოწყობილობის განახლებით ბოპორს L-70-ს ჯერ კიდევ შეუძლია ჩამოაგდოს სამიზნე. 2026 წლის წარმოების რეაქტიული რაკეტა სინამდვილეში არ არის ისტორია ცივი ომის ინჟინერიის შესახებ. თითქოს ის თავის ეპოქას უსწრებდა. ეს ისტორია საჰაერო თავდაცვის არსზე. საბოლოოდ კი ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ეკიპაჟი სამიზნის მისვლამდე მისთვის თვალის მიდევნებას, დამიზნებას და მის წინ გასროლას. და იმაზე თუ რამდენად გადაჭიმულია უკრაინის საჰაერო თავდაცვის არსენალი, რომ დაფაროს ყველა სიმაღლე, სიჩქარე და ფრენის პროფილი, რასაც რუსეთი მუდმივად იყენებს. ყველაფერი რომ შევაჯამოთ და ბანდაროლი გვიყვება რაღაცა უფრო დიდს იმის შესახებ თუ საით მიდის ამ ომის იარაღის ტექნოლოგია. სხვარი დრონსა და ფრთოსან რაკეტას შორის იშლება. რაც ადრე ორი განსხვავებული კატეგორია იყო, ორი განსხვავებული თავდაცვის სტრატეგიით, ერთ კლასად იქცევა სწრაფი, იაფი, რეაქტიული ან პროპელერიანი GPS-ით და ინერციული მართვით აღჭურვილი საბრძოლო მასალები, რომლებიც ძირითადად მზა ნაწილებისგან შეიძლება აეწყოს. უკრაინის საკუთარი პოლარნიციასა და ფეკლოს პროგრამები ფაქტობრივად იგივე იდეა. უბრალოდ საპირისპირო მიმართულებით. ვინც ამ მოწყობილობებს უფრო სწრაფად და იაფად ააწყობს და ვინც საჰაერო თავდაცვას ყველაზე სწრაფად მოარგებს, მას ექნება უპირატესობა ამ ბრძოლის
შემდეგ ეტაპზე. ამ ეტაპზე ამ კონკრეტულ დაპირისპირებაში უპირატესობა უკრაინის ძველ იარაღს აქვს. და ესეც აღსანიშნავია, რადგან მიუთითებს, რომ ჯერ კიდევ მოგვიწევს ისეთი იარაღების ნახვა, რომლებიც ყველა მონაცემით მოძველებულებულად უნდა ითვლებოდეს. უკრაინაში ფრონტის ხაზი ფაქტობრივად წარმოადგენს დიორამას, სადაც სხვადასხვა ტექნოლოგიური თაობის იარაღებია წარმოდგენილი, რაც აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ნებისმიერი მცირე უპირატესობა, გამჭრიახობა და ადაპტაცია. მაგრამ უკრაინას კიდევ ბევრი ხრიკი აქვს მარაგში. მეტი ინფორმაციისთვის ნახეთ ეს ვიდეო და არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ სამხედრო შოუ, რომ ყოველთვის იყოთ ინფორმირებული ფრონტის ხაზიდან უახლესი მოვლენების შესახებ.